თუ როცა დაგავიწყდება დილით ან ღამით, ცოდვად ითვლებაო ან ნებისმიერ რამეზე. რა არის იცით? აი წეგან ხო შეყვარებულზე ვლაპარაკობთ. დაუშვათ შენი შეყვარებული დილით ელოდება რომ მისწერ და დილა მშვიდობისას უსურვებს და შენ დაგავიწყდა. ხო გული დასწყდება. და ღმერთი ელოდება, შენ ღმერთს ძალიან უყვარ ხარ, შენ თითოეული ძალიან უყვარ ვარ და რომ ავდგები დილით, უნდა უთხრათ, მადლობა ღმერთო, რომ გამითენა ეს დღე. მომეცი ძალა რომ ამ დღესაც შენი ერთგულებით გავატარო. გესმით? აი ეს ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა. აი როგორც ჩვენი და ჩვენი მშობლის ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვგზნობდეთ რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის. რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენ სახლშია, ყოველთვის გვიყურებს, გვისმენს და ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ამას. ესეთი განწყობა თუ აქვს ოჯახში ადამიანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.